მოგესალმებით. 11 იანვარს გვექნება პირველი ამ წლის ახალმთვარეობა, რომელიც დაფიქსირდება 15 საათზე და 57 წუთზე დღის ზოდიაქოს ნიშანში, თავისი დადებითი ასპექტებით. ჩვენ ვიცით, რომ ახალმთვარეობა ეს არის ახალი ენერგიები, დაწყების წურვილი და სწორედ ეს პერიოდი აუცილებლად მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ როგორიც არის დროზე გათვლილი ფუნდამენტური ძალიან პრაქტიკული ბიზნეს საკითხებზე. მეტი პრაქტიკულობა, თავდაჯერებულობა, შრომის უნარიანობა აუცილებლად უნდა გამოვავლინოთ ამ პერიოდში, რომ შედეგებზე გავიდეთ. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცაზე არსებული უარყოფითი ასპექტი, რომელიც აქვს ნეპტუნს მერკურისთან, აქ აუცილებლად უნდა გადამოწმდეს საბუთები, ყურადღებით იყავით მოლაპარაკებებთან, მოგზაურობასთან, განსაკუთრებით უცხოელ პარტნიორებთან. რაც შეეხება, ფრთხილად გაიარეთ ეს პერიოდი იმ კუთხით, რომ აქ სიფრთხილეა გზებზე საჭირო, რადგან გონება გაფანტულობის ალბათობები ძალიან მაღალია, ნერვოზულობა იმატებს და განსაკუთრებით იქნება ეს 10, 11, 12 რიცხვი, ხოლო შემდეგ კი შეგიძლიათ, როდესაც უკვე აღმოვალ ფაზაში გადავა მთვარე, თქვენ და სასიკეთოდ გამოიყენოთ ეს პერიოდები. ასევე ფრთხილად იყავით ვირუსულ ინფექციებთან, რადგან ამის ალბათობებიც ძალიან მაღალია. ზოდიაქოს ნიშნებს, როგორებიც არიან კურო, თხისრქა, ქალწულები, მორიელები, მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს პერიოდი თქვენ და სასარგებლოდ საქმიანი კუთხით, რადგან შედეგებზე აუცილებლად გახვალთ, ხოლო კარდინალურ ნიშნებს ვერძები, კირჩხიბები და სასწორები, აქ თქვენთან წამოიწევს დაბრკოლებები, აქ იქნება აგრესიულობისა და დაპირისპირების ალბათობები, მაგრამ მიუხედავად ამისა თქვენთან დინამიურობა მაინც ძალიან მაღალია და ეცადეთ ეს უფრო მეტად საქმიანი კუთხით გამოიყენოთ, რადგან ამას შეიძლება შედეგებზე გაგიყვანოთ. მუტაბელურ ნიშნებს ტყუპები, მშვილდოსნები და თევზები გადაამოწმეთ აუცილებლად ინფორმაციები, საბუთები, ფრთხილად იყავით მოტყუებასთან და ქაოსურობასთან. ლომები და მერწყულები მეტად ჯანმრთელობის თემებს მიაქციეთ ყურადღება, მეტად იმუშავეთ თქვენ შინაგან პრობლემებზე, გადააფასეთ, გადაამოწმეთ ყველა დეტალი, განსაკუთრებით კი მერწყულები, რადგან თქვენი დაბადების წინა პერიოდია და ამიტომ აქ იმუნიტეტი თქვენთან დაბალია, რაც მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. მაგრამ მიუხედავად ამისა, პერიოდი არის ძალიან დადებითი და ამიტომ ყველა ზოდიაქოს ნიშანმა მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენ და სასიკეთოდ ეს პერიოდი.